ევექსის სასწავლო ცენტრში ჯანდაცვის საკითხებში ჰოლანდიელი ექსპერტი იმყოფება. რობ ბაქარი, რომელიც ჰოლანდიურ არასამთავრობო ორგანიზაცია პუმს წარმოადგენს, ევექსის სასწავლო ცენტრში 2 კვირის განმავლობაში დარჩება. როგორც სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელები განმარტავენ, ამ პერიოდის მანძილზე მოხდება ექსპერტის მიერ მათი მუშაობის ძირითადი მიმართულებების შესწავლა, ინფორმაციის გაზიარება და კორპორაციის სასწავლო კურსის მხრივ ახალი სტრატეგიის შემუშავება. ევექსის სასწავლო ცენტრში არის მოწვეული ჰოლანდიელი ექსპერტი რობ ბაქერი, რომელიც არის ექსპერტი თავის დარგში, ძირითადად ორგანიზაციული განვითარება და ასე აქვს გამოცდილება სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბებაში, გაძლიერებაში და რაც თავარია ამ ცენტრების ევროპულ სტანდარტებზე მოყვანაში. ჰოლანდიის მთავრობის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით, რომ ეს ექსპერტი ჩამოსულიყო საქართველოში, ჩვენ ცენტრში, ქუთაისში. შეიძლება შეაფასოს ჩვენი დღევანდელი სიტუაცია და ასევე ერთობლივი გზებით დავგეგმოთ ახალი ტრენინგები, ახალი მიდგომი. ევექსის სასწავლო ცენტრმა გაიმარჯვა პროექტში, კონკურსში, რომელიც ითვალისწინებს დასავლელი ექსპერტების, ესე იგი, კონკრეტულ ორგანიზაციაში გაგზავნა. ვართ მოწმე იმისა, რომ ეს საკმაოდ გამოცდილი და გავლენიანი ექსპერტი ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლით მოხდება გადახედვა ჩვენი სასწავლო პროგრამების, სამეცნიერო პერსონალის განათლების, კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით, დაინერგება უახლესი პროგრამები, რაც შემდეგ აისახება ამ სამედიცინო სერვისებზე და მის უკეთეს მიწოდებაზე ჩვენ მოსახლეობისა. პუმი იგივე ნიდერლანდ სენიორ ექსპერტ გრუპი ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც საშუალებას აძლევს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უფასოდ მოიწვიონ ჰოლანდიელი ექსპერტები და კონსულტანტები 2-3 კვირით. მიავლინონ თავიანთი თანამშრომლები სასწავლო სტაჟირებაზე ნიდერლანდებში, ან მოიძიონ და დაამყარონ პოტენციურ ბიზნეს პარტნიორებთან. რობ ბაქარის თქმით, იგი ევექსის სასწავლო ცენტრში 2 კვირით დარჩება, რომლის ფარგლებში ძირითადად სტრატეგიული განვითარების კუთხით იმუშავებს. აქ 2 კვირით დავრჩები ვიძლევი რჩევებს ძირითადად სტრატეგიულ განვითარებასთან დაკავშირებით. კორპორაცია ევექსი ძალზე საინტერესო პროექტს ახორციელებს სასწავლო ცენტრის თვალსაზრისით, რადგან სასწავლო ცენტრი მრავალხან მიმართულებებს მოიცავს როგორც ექთნების განათლების, ისე ზოგადი სამედიცინო განათლების, ტრენინგებისა და სემინარების მხრივ. მე ვცდილობ მათ გაუზიარო სხვა ქვეყნების გამოცდილება, დავეხმარო მათ ამ ქვეყნებთან კონტაქტირებაში, განსაკუთრებით ჩემს ქვეყანა ჰოლანდიასთან. ამ ერთი კორპორაციის ინიციატივა სასწავლო ცენტრის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანია არა მარტო განათლების კუთხით, არამედ როგორც მაგალითი სხვა კომპანიებისთვის. ევექსის სასწავლო ცენტრი ქუთაისში 2014 წლის მარტში გაიხსნა. სასწავლო ცენტრი საქართველოში ერთადერთია და იგი როგორც სამედიცინო კორპორაცია ევექსის სამედიცინო, ისე არასამედიცინო პერსონალს ემსახურება. სასწავლო ცენტრი ასევე უზრუნველყოფს საქართველოში არსებული სხვადასხვა სამედიცინო ინსტიტუტებისათვის ტრენინგ სემინარების ორგანიზებას. სამედიცინო ინფრასტრუქტურით მოწყობილი სიმულაციური სასწავლო კაბინეტები, სატრენინგო აუდიტორიები, საკონფერენციო დარბაზები და კომპიუტერული ლაბორატორია შესაძლებლობას ქმნის ერთდროულად სწავლება 150-მდე მსმენელს ჩაუტარდეს.